ფრინველები, მამა აბსოლუტის გზავნილი 29 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებსა და ყველა შვილებო. დღეს მე მსურს მოგიყვეთ ჩიტებზე ამ გასაურაკებლებზე, რომლებიც დედამიწაზე გამოჩნდნენ ადამიანთან ერთად. გარკვეულწილად მათ შეგვიძლია უწოდოთ პარალელური სამყაროების მაცხოვრებლები, რადგანაც ისინი ურთიერთქმედებენ დედამიწის ფიზიკურ და ნატიფ დონეებთან თქვენგან განსხვავებული სახით. რაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავებები? ჩიტები ცხოვრობენ გარკვეული პროგრამების მიხედვით, რომლებიც ჩადებულია მათ გენეტიკურ მეხსიერებაში და რომელთა ცვლილებიც არიან ამა თუ იმ სახეობის ჩიტები. ჩიტები ექვემდებარებიან ამ პროგრამების გაუცნობიერებლად, ეს გავს იმას, თუ გაუცნობიერებთ როგორ ექვემდებარებიან თავიანთ შექმნელებს რიგითი რეპტილოიდები. სხვასწორებით რომ ვთქვათ, ჩიტებს არ აქვთ უსასრულო თავისუფალი არჩევნის უფლება, თუმცა მათი სულები ამისკენ მიისწრაფვიან. ოდესღაც დიდი ხნის წინ კაცობრიობის ოქროს ხანაში ჩიტები ადამიანის მსგავსად ცხოვრობდნენ მეხუთე განზომილებაში, თუმცა მათთან ერთად თანათამობით ჩამოვიდნენ მესამეში, რომელშიც ისინი უკვე აღარ გრძნობენ თავიანთ თავებს უსაფრთხოდ, რასთანაც დაკავშირებით მათი ქცევა შეიცვალა. ყველაზე მშვიდობის მოყვარე ჩიტებსაც კი გამოუჩნდათ აგრესიული თვისებები, რაც სრულიად აიხსნება. მათ უწევთ საკუთარი თავებისა და ნაშიერების დაცვა ადამიანებისგან და ყველა შესაძლო მტაცებლისგან, რომლებიც გამოჩნდნენ იმის შემდგომ, რაც დედამიწაზე გამეფდა დუალობა. ამის გამო კი შეიცვალა ურთიერთობა არა მხოლოდ ადამიანებს შორის, არამედ თქვენი პლანეტის სხვა მაცხოვრებლებს შორისაც. თუმცა ერთადერთი, რაც დარჩა უცვლელი, ეს არის ფრინველთა ყოველ სახეობაში ჩადებული მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პროგრამები. მაგალითად, საარსებო გარემო, ბარტყების წელიწადის გარკვეულ პერიოდში გამოჩეკვა, სეზონური მიგრაცია და ბევრი სხვა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანსა და ჩიტებს შორის ურთიერთობა იცვლებოდა და სულ უფრო მჭიდრო ხდებოდა. ადამიანს გამოუვიდა ბევრი სახეობის ჩიტის მოშინაურება და ზოგს აიძულებს კიდეც რომ ემსახუროს, როგორც ეს მოხდა მაგალითად მიმინოებისა და მტრედების შემთხვევაში. თუმცა იმ ფაქტმა, რომ ჩიტები გახდნენ ადამიანთა კვების ერთ-ერთი მთავარი წყარო, დაადო დიდი თაღი ადამიანსა და ფრინველების ურთიერთქმედებას. ქათმების, ბატებისა თუ ინდაურების მოშინაურებამ მათი შემდგომი მასობრივი მკვლელობისთვის გამოიწვია გენეტიკური დამახინჯება ბევრი სახეობის ჩიტში. მათში ჩასახლდა სიკვდილის შიშის სქენი, რომელიც გადაეცემოდა მათ მემკვიდრეობით და ამგვარად დამახინჯდა თავდაპირველი ღვთაებრივი ჩანაფიქრი, რომლის მიხედვითაც ჩიტებს დედამიწაზე უნდა ეცხოვროთ თავისუფლად და ბედნიერად, ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთქმედებით. ამ სახეობრივმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ შინაური ფრინველების ვიბრაციები მაქსიმალურად დაბლა დაეცა და ისინი გადაიქცნენ ადამიანზე დაქვემდებარებულ უსახო მასად. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ გარეული ფრინველები, რომლებიც ადამიანსგან შორს ცხოვრობენ, მათ გამოუვიდათ თავიანთი სახეობრივი თავისუფლების შენარჩუნება. თუმცა ყველა სახეობის ჩიტი, რომლითაც ადამიანებს ჰქონდათ კონტაქტი, წავიდა დეგრადაციის გზით. დედამიწის მეხუთე განზომილების გადასვლის შემდგომ, სადაც შეუძლებელი იქნება რომელიც უცხარი არსების მკვლელობა, ბევრი ჩიტი გადმოვა ამ ახალ დედამიწაზე, რათა გაახარონ ადამიანები თავიანთი სილამაზესთან მშვენიერი სიმღერით. იქვე შეძლებენ გადასვლას მხოლოდ მტაცებლები, რომლებიც იკვებებიან ხორცით და ასევე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ჩიტების ახალი სახეობები, რომლებიც მისთვის საკვების წყაროს წარმოადგენენ. ამგვარად ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება იმ ღვთაებრივ მდგომარეობას, რომლიდანაც ოდესღაც გამოვიდა ადამიანი და მათთან ერთად ფრინველებიც, რომლებიც ჩამოვიდნენ კვრივ დუალურ სამყაროში. დედამიწაზე გამეფდება ერთობა და ჰარმონია და შიშწავა ამ სუფთა ღვთაებრივი ქმნილების გულიდან. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გუჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.